სოფლიო ტექნოლოგიური სიახლეებით თემუკა მოსულიშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში. დილამშვიდობის. ესე იგი, როგორც ყოველთვის ტექნოლოგიური ინდუსტრია სულ არის სიახლეებით. თუმცა სამწუხაროდ ცოტა ისეთი სიახლეებით არის ხოლმე. ძაფრი. ესე სხვა სიტყვას ვერ შევარჩევ. დავიწყებ დღევანდელ დილას ხელოვნური ინტელექტით. წინა კვირას სამშაბათს რო ვიყავი მოსული, ვისაუბრეთ AI bubble-ზე, ანუ ბუშზე, ეგრეთ წოდებულზე, რომელზეც მიმდინარეობს სერიოზულად მსჯელობა, განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო 1-2 კვირა, რა იქნება. რა მოყვება ამ ყველაფერს ამ ხელოვნური ინტელექტის კომპანიების გასკდება თუ არა ეს ბუშტი, ანუ დადგება თუ არა ის სავალალო შედეგი, რასაც ქვია ეკონომიკური კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატების საფონდო ბირჟაზე. ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, რომ ამ საკითხის ექსპერტი ჯერ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში რთულად მოიძებნება, ამიტომ იმის თქმა, რომ ესე იქნება, ან არ იქნება, ძალიან რთული არის. თუმცა ჩემი ვალი არის, რომ გითხრათ, რომ ამაზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი. ჯერ კიდე 1-2 თვის წინ გაკვირთ ვახსენე ისევ ამ ეთერში, რომ აი ამაზე უკვე კულუარულად ლაპარაკობენ თქონდა. დღესდღეობით უკვე ყველა ამაზე საუბრობს აბსოლუტურად. ერთი კომპანია, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის ამ ბუმის ეპიცენტრში, შეიძლება გეგონოთ Google, Facebook, OpenAI, ChatGPT შობილი კომპანია, თუმცა არის Nvidia, რომელიც ჩიპების წარმოებული კომპანია. რომელიც არარეალური აქვს ამ კომპანიას და აწარმოებს ჩიპებს, ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს, რაც არის საჭირო ხელოვნური ინტელექტის ესეთი სწრაფი ზრდისთვის. არა მხოლოდ. თუმცა, ამაზე ფაქტორად ეს ინდუსტრია ამაზე დგას. ჩიპების გარეშე ხელოვნური ინტელექტის სწრაფად ვერ გაიზრდება, ვერ იქნება სწრაფი, ვერ იქნება ეფექტური და ასე შემდეგ. სხვა შორის ამ კომპანიის დირექტორი არის ტაივანში დაბადებული, შემდეგ ამერიკის მოქალაქე გახდა და პრეზიდენტ ტრამპთან აქვს ძალიან ისეთი მჭიდრო მეგობრობა, ძალიან საინტერესო ინტერაქციები აქვს თქო. ხო და რას ვამბობდი? ეს კომპანია იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ამ ინდუსტრიაში, რომ მაგალითად წინა ორშაბათს, როდესაც უნდა გაგვეგო თუ რა ქნა Nvidia-მ, ანუ როგორ ჩახურა კვირა, ეს ამის მოლოდინში მთელი ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიური ინდუსტრია იყო გაჩვენებული და ელოდებოდა, რომ ვაიმე რამე ცუდი არ გამოვიდეს ინფორმაცია იქიდან, იმიტომ რომ სულ პატარა ნეგატიური ინფორმაციაც კი უკვე ესე ტალღისებრი ვრცელდება ინდუსტრიაში. მოკლედ, საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, რომ რატომ შეიძლება ეს ხელოვნური ინტელექტი იყოს ბაბლი? ბუშტი ეგრეთ წოდებული. ეს ბუნებრივია იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია თვითონ ვიღაცა შეიძლება არ ეგონოს, რომ ეს უსარგებლო არის ან აღმოჩნდა ტრენდი არის. არა. ანალოგის გავლება შეიძლება 2000-იან წლებში მოხდა .com-ის ბაბლთან. როდესაც იყო სპეკულაცია ინტერნეტზე. სპეკულაცია რას ნიშნავს? ტექნოლოგია თვითონ არის უმნიშვნელოვანესი, ბუნებრივი არის, რომ ეს ჩვენი მომავალი არის, ამაზე ფაქტორად აღარავინ აღარ დაობს. თუმცა რამდენად რეალურად აფასებენ ამ კონკრეტულ მომენტში ამას ინვესტორები, ანუ გადაფასებული ხომ არ არის. ის დაპირებები, რასაც ისინი იძლევიან იმ თანხის დახარჯვაზე, რასაც ისინი გვპირდებიან, ჩვენ არა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენად რეალური არის და რამდენად მიღწევადი არის. როგორც კი ხალხმა 1-იან წლებში გაიგო, რომ 2000-იან წლებში გაიგო, რომ ეს არ იყო რეალური, იმ წამს ჩამოიშალა და მოყვა შედეგები. არ იყო ეს სავალალო შედეგები, თუმცა მასშტაბებში ხელოვნური ინტელექტის ეს ტრენდი და ეს ინდუსტრია ბევრად უფრო დიდი არის, ვიდრე თავის დროზე ინტერნეტის .com ბაბლის გარშემო მიმდინარეობდა სპეკულაცია. და ეს Nvidia რო ახსენ მაბატი გაგაწყვეტნებ, Nvidia გახდა უახსენე სიტყვა გახდა მძლავრიო და აქამდე არ ყოფილა, ანუ რაღაცა. აქამდე ესეთი მძლავრი არ იყო. აი მაგალითად 15-20 წლის წინ Nvidia აწარმოებდა ჩიპებს, რომელსაც ძირითადად ხავდნენ სათამაშო კომპიუტერ, გეიმინგის კომპიუტერებისთვის და ძირითადად ხალხი სამხედრო დანიშნულების ბაზარს არ არა მარტო სამხედრო, ალბათ ყველაფერი დალი რა მასშტაბის კომპანია, ჯერ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, 4 თუ 5 ტრილიონი, Apple-საც გადაასწრო, Google-საც გადაასწრო, ყველაფერს გადაასწრო. აბსოლუტურად ყველაფერს ეხება. ეს ჩიპი, დარწმუნებული ვარ, ხაი თუნდაც უკრაინის ომზე, როდესაც იყო ამ ყველაფერს, ჩიპი არის აბსოლუტურად ყველაფერში. რასაც ეკრანი აქვს, ის მოიხმარს ჩიპს. ზოგი ჩახლართულს, ზოგი ნაკლებად ჩახლართულს. და მონოპოლია აქვს ამის აღება. ეს კომპანია არის ფაქტიურად ერთადერთი, არ არის ერთადერთი, თუმცა არის ყველაზე დიდი. სულ აი განვიხილოთ, სულ რამოდენიმე კომპანია არის, რომელიც აწარმოებს ამ ჩიპებს. ყველაზე დიდი არის Nvidia.
ამას აქ არარეალური ხელშეწყობა ამერიკის შეერთებულ კარლ ლანგშია ფაქტობრივად გადაშლილი დონალდ ტრამპისგან, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ბუნებრივია ეს ჩარჩოებში, ანუ ქარხანასაც უნდა იგახსნიან სუბსიდიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე ძლიერი კომპანია. მე გუშინ უსმენდი მაგალითად Wall Street Journal-ის ანალიტიკური სეგმენტი იყო და ესე დაახასიათეს დირექტორი, რომლის სახელიც არ მინდა რომ შემეშალოს, ამით თუ არ ვიტყვი. ის არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდი ამ წამს დედამიწაზე, ამ კომპანიის დირექტორი. თემკო რა უნდა კითხო, აი მერფან უკნას და ეს აი ბუშტი გასკდა, ეს როგორ აისახება სოფლიო ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და ჩვენზე როგორ აისახება, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო და არა, გასაგებია რომ ექსპერტი შეიძლება ამ დარგის არ არსებობდეს სოფლიოში ესე კონკრეტულად და სპეციფიურად ამისი, მაგრამ ეკონომისტები ხომ არსებობენ ექსპერტები, რომლებიც არასებობენ და ამას ამბობენ, აი ისევე იგივენაირად გუშინ, ოდესაც ამ საკითხს ვეძიებოდით, ან ჩემთვის ძალიან საინტერესო ამბავი არის. იძახიან რომ აი განსხვავებით მაგალითად 2008 წლის კრიზისისთან, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზარში ექნა პრობლემები. ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიური ინდუსტრიის კრიზისი ბაბლი თუ გასკდა, ეს არ იქნება ესეთი ყოვლის მომცველი, როგორიც იყო 2008 წლის კრიზისი. რა თქმა უნდა, იქნება მეორად შედეგებად მოიხსენიებენ, მე ისევ ეკონომისტი არ ვარ და ამიტომ ძალიან რო არ შევიჭრა იმაში, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის და გარკვეულწილად რაღაცა ინდუსტრიები იგრძნობს ამ ეფექტს, რასაც ქვია ხელოვნური ინტელექტის ბაბლის გახეთქვა. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნება ამერიკის შეერთებულ შტატების საფონდო ბირჟას. აქედან გამომდინარე, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნიუ-იორკში ასე რყევები იქნება, ესენი დარწმუნებული ვარ, ეს რყევები ჩვენამდეც მოაღწევს. თუმცა ამას რამდენად ვიგრძნობთ, რამდენად არ ვიგრძნობთ, მე მგონი, სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დაველოდოთ. თუმცა ისიც შესაძლებელი არის, აქვე ჩემი საუბარი არ გაიგოთ ისე, რომ ეს აუცილებლად მოხდება. შეიძლება სულაც არ მოხდეს და აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ რას თემა იყო, რომელზეც ესე საუბრობდით და აღრთოვნებული განიხილავდა მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია და მათ შორის მე თქვენთან ერთად. ხო, მაგრამ შინაგანად მაინც უნდა ვიყოთ მომზადებული, იმიტომ რომ იზრყევა ჩვენამდე ასე თუ ისე მაინც მოვა. რაღაცა ტალღები მაინც მოვა ჩვენ. შემდეგი საკითხი არის Apple-ის ტექნოლოგიური ბაღი. რას ნიშნავს Apple-ის ტექნოლოგიური ბაღი? ორი მთავარი ტექნოლოგიური გიგანტი, ანუ ამ ტელეფონების მიმართულებით არის Google და Apple. მათ მოწყობილობებს, ანუ iPhone-ს და Google-ის ტელეფონებს აქვთ ეგრეთ წოდებული ციფრული ბაღი. რას ნიშნავს ეს ციფრული ბაღი? ისე და ისე. როდესაც iPhone-ი მარტივად უკავშირდება თქვენს Macintosh-ის კომპიუტერს, თქვენს Apple-ის საათს, თქვენს Apple-ის ყურსასმენებს. ზუსტად იგივე ლოგიკა ვრცელდება Google-ზე. ანუ ერთი და იგივე ტექნოლოგიით შეკრული ბაღი. რაც შემდგომ მომხმარებელს უქმნის კომფორტს, რომ უქმნის კომფორტს და ასევე გარკვეულწილად აიძულებს მას იყიდოს მაგალითად ისევ Apple-ის პროდუქცია, ან ისევ Google-ის პროდუქცია, რადგან ეს პროდუქტები, გაჯეტები, ეგრეთ წოდებული ერთმანეთთან ძალიან მარტივად შედიან ინტერაქციაში. ანუ Apple-ის ნაუშნიკი მარტივად უერთდება iPhone-ს, საათს მარტივად გადააქვს ინფორმაცია და იგივე Google-ზე. ეს საკმაოდ სერიოზული ტექნოლოგიური ფენომენი თუ შეიძლება დავარქვათ არის, თუმცა Google-მა გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი შეცვალოს. ამდენად ამას იზავს, არ იზავს ეს როგორც ყოველთვის ცალკე საკითხი არის, თუმცა გადაწყვიტა პირველი პატარა ნაბიჯი გადადგა ბაღების ერთიანობის დარღვევისკენ. ეს არის თქვენ დღეიდან არა, უახლოეს მომავლიდან შეძლებთ რომ ხარისხის დაკარგვის გარეშე გადააგზავნოთ Android-ის ტელეფონიდან iPhone-ის ტელეფონზე ფოტო. iPhone-ი თუ გაქვთ AirDrop-ი რაც იყო იგივე გააკეთეს იგივე ფუნქცია ექნება. იგივე ფუნქცია ექნება. რაც შეიძლება ესე უნიშნულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია, გარდა ხელოვნური ინტელექტის გარდა ფაქტობრივად მარტო ამაზე ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ეს აღიქმება როგორც ის პირველი ბზარი, თუმცა ბზარი არა ნეგატიური გაგებით, ის პირველი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს, რომ ეს ტექნოლოგიური ეზოები ჩამოიშალოს და სისტემები გაერთიანდეს. ბაღები უკაცრავად, დიახ. რაც ჩვენთვის იქნება როგორც მოხმარებლისთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ შესაბამისად ნიშნავს, რომ სხვა გაჯეტებს ერთმანეთს მარტივად დაუკავშირებთ და ძალიან კარგი იქნება დეველოპერებისთვის, რაც ნიშნავს, რომ დეველოპმენტი არ იქნება ისეთი ჩახლართული, იმიტომ რომ ორი სხვა სისტემისთვის შეიძლება აცების კეთება არ მოუწიოს და უფრო გაერთიანდეს ერთ საერთო კოლგა სისტემაში. მე მგონია, რომ უკვე დრო იყო აი ამ ეს ასეთი გლობალიზაციის, იმიტომ რომ ეხლა მართლა უკვე ისე შეიძლება თავიდან ეხლა კომპანიის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ის რაღაცა კონკრეტული ბაღები ძალიან ხელსაყრელი იყოს და ნუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე, მაგრამ ხო მოიტანა დრო
ბოლო AI-ა ყავს და უკვე ეს ისოდალი მხოლოდ მათი კეთილინება არ იყო, ამას ძალიან აქტიურად სასამართლოებში მიდის ამ საკითხზე დავა, რომ არ შეიძლება ესე მარტო მხოლოდ App Store-ზე მიდის Apple-თან დავა, Google Play Store-ზე მიდის Google-თან დავა. ასე რომ ესეც ერთ-ერთი გამოვლინება არის იმ დროებისაც ტექნოლოგიურ სამყაროში მიმდინარეობს, რომ ხო, ზედმეტად ჩაიკეტენ, მოდი ესე ვთქვა, ზედმეტად რაღაცა გადაწყვეტეს, რომ მხოლოდ ერთი მაღაზიიდან შეიძლება რაღაცების ყიდვა და ერთი ნაუშნიკი უნდა ვარგოდეს და ასე შემდეგ. ყურსასმენი გოცრავთ. ყურსასმენი, ხო. მაგრამ ნუ მოვიდა დრო, რომ ეს მოხდეს და ძალიან კარგი, ჩვენ ყველას ძალიან გაგვიხარდება ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული მომხმარებლებს უშუალოდ ყველას გაგვიხარდება. ეხლა ბოლოს TikTok-ზე მინდა რომ გესაუბროთ. ერთი ძალიან საინტერესო ახალი ფუნქციის დამატება გადაწყვიტა TikTok-მა, რომელიც ასევე ნელ-ნელა იქნება გლობალურად ხელმისაწვდომი. TikTok-ს ეთყობა მომხმარებლებმა შესჩივლეს, რომ სერიოზული პრობლემა არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები. დარწმუნებული ვარ, თქვენს თუ მოიხმართ TikTok-ის აპლიკაციას ძალიან ხშირად შეგხვედრიათ. ხშირად რა თქმა უნდა გარჩევადობის და არ გარჩევადობის პრობლემაც არის. კი ბატონო. TikTok-მა ესე ვთქვათ, გადაწყვიტა და პირველი კომპანია არის, რომელსაც გადაწყვიტა, რომ დაარეგულიროს ეს საკითხი და ინტერაქციულ ფუნქციას გააჩენს თქვენ ტელეფონში, შეძლებთ რომ მონიშნოთ, რომ გსურთ ნაკლები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების ნახვა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს TikTok-ის განცხადებაშივე წერია, რომ 100%-ით ამის გაფილტრო შეუძლებელი არის, იმიტომ რომ რთული არის უკვე რიგ შემთხვევებში და საკმაოდ რთული არის სამწუხაროდ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოს გარჩევა, თუმცა რაც შესაძლებელი იქნება, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გაფილტრონ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ზოგადად რა ტრენდს ჩაუყრის საფუძველს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. იზავენ თუ არა იგივეს მაგალითად Instagram-ი, მაგალითად Facebook-ი, მაგალითად YouTube-ი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი წამოწყება არის TikTok-ის მხრიდან. და მე პირადად ძალიან მაინტერესებს და ძალიან მივესალმები ამას, რომ თუ იქნება ეს ფუნქცია და თუ იქნება ზოგადად ამის შესაძლებლობა და თუ ზოგადად უფრო მეტად. თუ TikTok-ს აქვს ეს ფუნქცია, შეიძლება ეს დანარჩენებმაც რომ მიბაძონ რაღაცნაირად, რომ უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო აი ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ ელემენტარულად აი ამ ვიდეოებმა და მე ვფიქრობ, რომ ხალხი არის უკვე გაოგნებული, აღარ იციან რას ენდონ და რას არა და აი ეს პირველი გამოჩენა ამ ხელოვნური ინტელექტების იყო სრული შოკი. გულუბრყვილო ადამიანებისთვის განსაკუთრებით. კი. საკმაოდ რთული არის გარჩევა. მე მაგაზე ვგიჟდები, რომ ადრე ყოველთვის აი რაღაცით ხვდებოდი მილაპარაკი ამ. ეხლა მართლა ისეთი ვიდეოები არის. აი შენ ვანახე პირველად, ხო გახსოვს, კაცი რო ხდება. ხო, მახსოვს როგორ არის. მოდი და იფიქრე ეხლა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის გაგება. ძალიან რთული არის, მით უმეტეს თუ არანაირად აღნიშნული არ არის. რაც შეეხება შენ კითხვას, მე მგონი სხვა ამერიკულ TikTok-იც უკვე დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიად მოიაზრება YouTube-ს, Instagram-ს, Facebook-ს, არ ვიცი, სხვა მილიონ სოციალური მედიის პლატფორმას რაც არსებობს, მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება. იმიტომ რომ ადამიანები ობიექტურად ამას დისკომფორტად აღიქოვენ, იმიტომ რომ ძალიან სინთეტური გახდა ის ეგრეთ წოდებული feed-ი, ანუ კედელი, რასაც ყოველდღიურად სკროლავთ, ვათვალიერებთ და ეს შესამჩნევი არის და აღქმადი არის ადამიანებისთვის და დაკავშირი შეიძლება ქონდეს 7 წამიან ვიდეოსთან ადამიანს, თუმცა ალბათ იმაზე უფრო ნაკლები გექნება 7 წამიან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოსთან. რეალობას მოწყვეტილი ფიდი გახდა უკვე. მართლა ყველაფერი არარეალურია და უკვე მართლა ძალიან რთულია გაარჩიო რა არის რეალური, რა არის არარეალური და თუმცა უნდა ვეცადო. რაღაცა რომ მოგეწონება, მე შეხედავ და თურმე ხელოვნური ინტელექტი ყოფილი. თემუკა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თემუკა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სიახლეებია ხოლმე. როგორ? იმედი მაქვს არ დაგზავშეთ. რას ლაპარაკობ არასოდეს. ტექნოლოგიები ეს ისეთი სფეროა, სადაც მსგავსი რაღაცეები ყოველთვის იქნება და ცოტა დავიზაფრებით, რა თქმა უნდა, ახლა მაგის გარეშე ვერ იქნება.